გამარჯობა. მინდა მივესალმოთ ჩემ გამომწერებს, უბრალო ადამიანებს, ვინც ვიდეო ეთერში ხედავს, ვინც მოგვიანებით ნახავს. ყველას მინდა ვთხოვ მაინც ბავშვები მოარიდონ ეკრანს, იმიტომ რომ სპეციფიური ვიდეო ლაივი იქნება შემოკარგებო და დღეს ამ ტრანსლაციაში მინდა ვილაპარაკო 2008 წლის ომზე. მის უცნობ დეტალებზე, შემდგომ ვითარებაზე, რაც მოგვიტანა და დღევანდელ მდგომარეობაზე, თუ როგორ ხდება ომის გამოხელება, ასე რომ არ იქნება ეს მარტივი სალაპარაკო, მithumetes ადამიანები, რომლებიც თვითმხილველები კი არა ვართ, მონაწილეები ვართ ამის და მორალური უფლებაც აქვს, ზნეობრივი უფლებაც აქვს ყველაფერზე ლაპარაკის და ალბათ ვალდებულებაც აქვს პირველ რიგში, იმიტომ რომ სიმართლით იწყება ყველაფერი და თუ არ იქნება სიმართლე არასოდეს არაფერი არ იქნება არსად. გამომდინარე აქედან ჩვენ პასუხისმგებელი ვართ საზოგადოებას უთხრათ სიმართლე. მე საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს, თვითონ თავის გულში ჩაიხედოს რა არის მისთვის მისაღები, რა არ არის მისთვის მისაღები, რომელი სიმართლე უფრო მისთვის დასაჯერებელია და ვის უნდა ინდოს და ვის უნდა არა. პირველ რიგში მინდა გავიხსენო ის აზარელი დღე. მე არავის პროპაგანდის ნაწილი არა ვარ რა. რომ ამ მიმართულებით ის ფული რო აქვს ჩარიცხული, გარკვეული მიმართულების ტიპებიდან და სპეციალურ აგზნებებს რო აკეთებენ საზოგადოებაში. დროშებს რო აკეთებენ დააფრიალებენ და ჩამოხსნათ რუსეთის დროშა, დავხიოთ რუსეთის დროშა. აი ესეთ პროექტებს მინდა უთხრა, რომ აგერ არის გორთან პირდაპირ ჩანს მაგათი სამხედრო ბაზა და თუ ტრაკი გაქვს ერთი გადადით და მაგათ სამხედრო ბაზაზე ჩამოხსენით ეგ დროშა. თუ აი ვინც ესეთი ფსევდო რაღაცეები ბრძოლობს, კაცარავები და პლუს ესეთი საზოგადოება. მაგათ ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ. ის ბიჭები ვინც რეალურად აკეთებდა ამას 2008 წლის ომში. ომის მერე, როდესაც ეს ომი მოღალატეობრივად მე ასე ვიტყოდი და რატომაც მოღალატეობრივად მაგასაც ავხსნი, იმიტომ რომ რეალურად არანაირი გეგმა არ არსებობდა ომის მსვლელობის, ახლა ვიღაცისთვის ომი მარტო ავტომატურად გამოარტყა, ეს არის და ომი არის ეს ერთი მეცნიერება, ეს ამ მთელი პროცესი და ახლა მე ამაზე დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ შესაძლოა ომი წარმოებს, მისი წარმატებული მსვლელობისთვის საჭიროა ძალიან დიდი გავლენა ქვეყანაში და ძალიან დიდი მუშაობა მარტო ერთმა ადამიანმა ფრონტის ხაზზე ცოხელი გამოარტყას 25 ადამიანი ზურგში უნდა მუშაობდეს მისი ლოჯისტიკური მხარისთვის. ახლა მე ის შედარებას არ გავაკეთებ რა პოტენციალი გქონდა ჩვენ ქართველებს ამ ომში ჩართვის რა წარმატების შანსი გქონდა ჩვენ. მოხდა ომია და ხდება როგორც არ უნდა მომხდარიყო ეს ომია და ვალდებული ხარ შენ იქ ჯარისკაცი რო ხარ გინდა ოფიცერი მიიღო საბრძოლო ამოცანა და წახვიდე ომში შენი ქვეყნის გულისთვის სხვანაირად არც გამოვა იქ. მაგრამ არის იცი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ქართველებს მე ვფიქრობ ამას და უამრავი ადამიანი, უამრავი სამხედრო, უამრავი ოფიცერი მერე ვინც სამართლო ციხეში ჩასვეს, ვინც აწამეს, ვინც გააუბედურეს, ვინც მოკლეს არაფრის გულისთვის, ვინც რეპრესიაში გამოატრეს ომის მერე მე მივიჩნევ ამას რომ იქ ომში ღირსეული სიკვდილის უფლებაც კი წაართვა საქართველოს ხელისუფლებამ იმ ბიჭებს ვინც გაიყვანა ბრძოლის ველზე. მათ შორის მეც და მათ შორის ჩემი ოჯახის წევრებს, მაგრამ დღეს ეს ადამიანები ამათ არ წვენიათ რა, იქ სასაფლაოებზე ირბინონ, თავიანთი პიარ პოლიტიკა ჩაატარონ და ახსენდებათ მხოლოდ ეს ყველაფერი აგვისტოს, უკვე 7 აგვისტოს ახსენდება ომი. არ ვიცი, ახლა ეს მაგათ სინდისე იყოს თუ საერთოდ არსებობს ესეთი გრძნობა, რას ქვია სინდისი, მაგრამ მე რატომღაც მაშინ მახსენდება ეგეთი რაღაცა, რომ უმზადებოდა ქაოსი, კრიმინალური, ესა ყველაფერი კრიმინალური დამოკიდებულება, იმიტომ რომ მეთაურებად არა გამოცდილი სამხედრო ოფიცრები ყავდათ დანიშნული, არამედ დანიშნული ყავდათ პოლიტიკური მმართველები. მათი ამოცანა იყო, ბრიგადის მეთაურის ამოცანა იყო, რომ სეიფში გქონოდა $3000 ფული და ნებისმიერ დროს ისე განეკარგა ეს მას როგორც უნდა. ჯარში იყო კონსპირაცია, ურთიერთჩაშვება, მამაძაღლობა და დარჩენი ეს ყველაფერი მიდიოდა შეერაღებული ძალების აღზრდა არასწორად. მისი გაწვრთნა არ არის ის, რომ მხოლოდ იარაღი მიცე და 24 საათის განმავლობაში
თუნდაც სადილის დროს ან დილის საუზმის დროს აყურებიო ეს სამხედრო ფილმები და მის თავში შეიყვანო აგრესია. შენ რობოტად არავინ არ მოგცა უფლება გაზარდო ჯარისკაცს. შენ უნდა მიაწოდო მას სახელმწიფოებრივი აღზრდა უნდა მისცე, რომელიც ამ ხელისუფლებისთვისაც, დღევანდელისთვისაც და წინამდებარისთვისაც ეს იყოს საშიში, იმიტომ რომ თუ მოქალაქე გაიზრდება, მithumetes თუ ძალოვანი უწყების ჯარისკაცი, როგორც სახელმწიფო მოხელე, ის წარმოადგენდა თავისთავად პრობლემას დღევანდელი და წინამდებარე ხელისუფლებისთვის. ამიტომ ეს ადამიანები დიდნენ ძალას რობოტებს, ან უბრალოდ ზომბებს და ან უბრალოდ გაჭირვებული ხალხით სარგებლობდნენ, რომელსაც უბრალოდ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რომ წასულიყო ჯარში ემსახურებოდა და ტოტალური უსახურობის სივრცე იყო და მე ამ პატრიოტიზმზე თამაშობდა. სიმართლე იყო ეს და სამწარე მოსასმენი სიმართლე. ნუ რა უნდა ვილაპარაკო, მეთაური რომელიც ჯარისკაცს გაწირავს და ეს ჩვეულებრივი მოვლენად მიაჩნია. მეთაური რომელიც ძალიან მარტივ კონკრეტულ შემთხვევებს ვიტყვი რა. მე პირადად საომარი მოქმედება როგორც ასეთი ნახე მაშინ სენაკის ბაზაზე მსახურობდით 22-690 ნაწილი იყო სასაინდო სარაკეტო დანაყოფი და პირველი დარტყმა რუსულმა ავიაციამ მოგვაყენა შუაღამისას. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო დეტალურად გადაცემული ინფორმაციით, ასე საზენიტო ავიაცია ისეთი ტაქტიკური ბომბდამშენები, სეპაგოდნი ბომბარდიროვში Su-24 არ მიიტანს ესე დარტყმას, წერტილებზე თუ მას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია დაზვერვის, ხო? თავიდან ბოლომდე ვითომ ამა დროს შეეკითხო ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ, მაგრამ ჯერ მათი აშენებული ბაზები იყო საქართველოში და დეტალურად იცოდნენ, სად, როგორ, რანაირად, რა ვითარებაში რა მოხდებოდა რა. და მიიტანა წერტილოვანი დარტყმა. იმ წუთში, იმ ღამეს იქ ხალხი დაიღუპა. და ისეთი ბიჭები დაიღუპნენ საერთოდ ამ მსხლევადი ასკოლკებიც ანუ ანასხლეტები ჭურვის ნამსხვრევებიც არ ჰქონდა ზოგს მოტყული, იმიტომ წნევიდან ჰქონდა ყურები გახეთქილი. მე არასოდეს არ დამავიწყდება ის ღამე და ეს იყო საზარელი განც და ეს იყო ამის გააზრება ძალიან რთულია რა. ეს მხოლოდ და მხოლოდ უფლის წყალობით. მე ერთადერთი რაღაცა მახსენდება, როდესაც ამ კონკრეტული ნაწილის მეთაურმა ბულბულა ერქვა სამხედრო შტაბის უფროს. სამხედრო ნაწილის შტაბის უფროს და ბულბულა რატო ერქვა იცი? მე მინდა რომ მოსახლეობა კარგად დაინახოს რა ვისთან მქონდა და ვისით ვიხავით წარმოდგენილი. უშ ეს ყველაზე კარგი შემთხვევა იყო რა. საკუთარ ტელეფონში ჩაწერდა საკუთარ შვიდის სტვინგო და მე ამას იდებდა ყურზე და ამ ყველაფრით ტკბებოდა და პირადმა შემადგენლობაში არქვა ბულბულა. ეს ადამიანები ვინც ვიხავით მის დაგვემდებარებაში ჯერ ერთი სულ 3 კაცი დავრჩით ბაზაზე დანარჩენი ყველა სახლში სენაკში ვისაცარად სახლები დაკირავებიო იქ წავიდა და იქ დაიძინეთ. 3 კაცი დავრჩით ბაზაზე და თვითონ პირველი გავარდა. და ბაზა რო დაიმბომბა ეს 3 კაცი ვიყავით მარტო ადგილზე იმ კონკრეტული ქვედანაყოფიდან თუ არა იქ ბრიგადის შემადგენლობიდან რეზერვი ზედად რეზერვი დაიღუპა, იმიტომ რეზერვი იყრიდა თავს და მაგ რეზერვზე ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკეთ. ეს იყო საოცარ ხა ყველას მინდა პატივი ვიცი აქედან და მოვიკითხო და ჩავეხუტო გულში, იმიტომ რომ რა მნიშვნელობა აქვს შენ რეზერვისტი იქნები თუ ვინ იქნები რიგითი საქართველოს მოქალაქეც კი ისე იყო გულანთებულა და მოსული ზოგი რომ ერთი სული ქონდა თავისი წვლილი შეეტანა მიუხედავად პოლიტიკური რეჟიმისა და პოლიტიკური სიტუაციის და პოზიციების, მაგრამ არ მიეცათ ამ ბიჭებს უფლება რა მოღალატეობრივად იქნა ესენი ყველაფერი. ჯერ მოათხრიეს ყვითელი ავტობუსები ვის დახავს ომის დროს პირდაპირ სამიზნეებად გაჩენილი ეგრეთ წოდებული ყვითელი ავტობუსები და უამრავი მათგანი ჯარში არ ნამსახურები, უამრავი მათგანი ფულის გათეთრების მსხვერპლი რა წვრთნა გაიარა ეგრეთ წოდებულმა რეზერვმა, რა შეკრება გაიარა და დააყუდეს ეს ბიჭები სამიზნეებად და დაარტყა იმ რუსულმა ავიაციამ იქ და თავის საქმე გააკეთა. ეს მოწინააღმდეგეა მტერია და მისი ამოცანა გადანადგუროს. იმისთვის შენ ამას ვერ გააკრიტიკებ. ოფში უნდა გქონდეს იმის საშუალება, რომ შენ მტერი გაანადგურო, მოიგერიო ყველაზე მცირე და მერე მიიტანო კონტრშეტევა. მაგაზე ახლა არ დავიწყებ ლაპარაკს, ეს უფრო ტაქტიკის და სტრატეგიის საკითხია და ოპერატიული ხელოვნების, მაგრამ ჩვენ რა რეალობასაც შევეჯახეთ ეს იყო რა. ამხელა თვითმფრინავები გამონადგურებლები ცაში ტრიალებდნენ, ჩემი ყველაზე დიდი უბედურება რა არის, იცი? სამხედრო როდესაც უყურებ შენი მოწინააღმდეგე შენ როგორ გერევა, განადგურებს, ძალით გჯობია, განაგონებით გჯობია, არამედ ძალით გჯობია და შენ ვერაფერს ვერ აკეთებ იმის საწინააღმდეგოდ, რომ ის გაანადგურო რა. და
ამ დროს უკრაინიდან ნაყიდი ეგრეთ წოდებული ბუკ-1 საჰაერო თავდაცვის სისტემა მილიონებად ღირებული ერთი დანიშნულების გათვლის ასე რომ ვთქვა რა შეძენა, ანუ ერთი ტანკი შეძენა საჰაერო თავდაცვის 2 მილიონ ევროზე მეტი დაჯდა ჯერ კიდევ 2800 წლის მონაცემებით. ესეთი 9 ტანკი გათიშული იყო და ერთ-ერთმა საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა ვერ შეძლო და რატო ვერ შეძლო იცით? წინა დღისით ვასახელებ რა ამ კონკრეტული სამხედრო ნაწილის მეთაური იყო თემურ შენგელია, ხოლო საჰაერო თავდაცვის ბრიგადის მეთაური იყო ვინმე ურიდია. ეს საზიზღარი ადამიანები რა, ესენი იყვნენ ბაჩუ ახალაიას მამის ძმაკაცები. ეს ფული იყო გათეთრებული მე თქვენ აგიხსნით. ჯერეთი ასეთი რაღაცა არ ხდება რომ ომის წინა დღეს, ომი ხო ერთ დღეში არ იწყება და არ თავდება. არსებობს დაზვერვის ინფორმაცია, არსებობს პოლიტიკური არხები, არსებობს მზაობის სხვადასხვა დონეები, ეს ასე არ ხდება ხალხურა. როგორ უნდა ამ წინ ტანკებს აუზები და მათ ვერ შეძლებს სამშვიდობო საომარ მოქმედებებში თავდაცვით ღონისძიებაში ვერ შეძლეს ჩართვა და მონაწილეობის მიღება. ეს იყო ხალატი, ოფიციალური ხალატი გაკეთებული რუსეთის შპიონაჟის, კლასიკური შპიონაჟის და კლასიკური საბოტაჟის ქვეშ. ამას უნდა კარგად შეფასება და ამ პროცესებს უნდა კარგად აკმახა. ჯერ ერთი არ ვიცი ქართული ოცნებიდან ამას ცოტა მოგვიანებით შევეხები რომ ომის გამოძიება უნდა შედგეს. რა უნდა შედგეს ბიჭო? ვინ უნდა გამოიძიოს ეს ომის შედეგები? ყველა კრიმინალი მეთაური, ყველა მამაძაღლი და ყველა ნაძირალა თქვენს მიერ, ქართული ოცნების მიერ იქნა დაწინაურებული თანამდებობრივად დღესაც არიან იქ ის დეზინფორმატორები, ის ლაჩრები, ის მამაძაღლები, ვინც ნაცების დროს ჯერ კიდე ღალატი გააკეთა შუა უშუალოდ ომის დროს და მერე კიდე რეპრესიებს ეწეოდა ნაცმოძრაობის დროს პირველ შემოადგენლობას. ამას ცოტა მოგვიანებით ვილაპარაკებ. ნაწილის მეთაურმა პირად შემადგენლობაზე ომის დროს ჯერ ხო დაგუბომბეს იქ ის სამი კაცი ამას ყველაფერს გაიხსენებს, ეს დაწერილიცაა, გადაცემულია პროკურატურაზე, არავის არაფერი არ გაუკეთებია. შუა დღემდე შემოსვლა სანამ ორჯერ არ დაგუბომბეს და სანამ გამანადგურებლები, აი როგორ გითხრათ, მეორე სართული დაახლოებით როა იყო ტიპი 9 სართულიანის მეორე სართული, აი ასეთ დაბალ სიმაღლეზე ესა ალვის ხეების ნახევარიც არის რა. დადიოდა ესე და ეძებდა სად რა როგორანაირად დაერტეს ფაქტიურად სადაზვერვო ამოცანას აკეთებდა არა საბრძოლო მუშაობას ეწეოდა იქ რა. აი ესე საკუთარი ხმით ახდებდა დემორალიზირებას იქაურობის რუსული ავიაცია. სენაკში ამას გაიხსენებს ყველა რა. მოვიდა მეთაური ადგილზე და ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მე იარაღს ვერ გავცემ, იმიტომ რომ საიარაღო ოთახის გასაღები მეთაურს გაყვა ფრონტზე და მე ამას ვერ გავტეხავ. ამ დროს მოდის ინფორმაცია ჩვენამდე. რუსი ამდენ კილომეტრშია, რუსი ამდენ კილომეტრშია, რუსი ბაზას მოუახლოვდა. იარაღს არ სცემს პირად შემადგენლობაზე. ტყვედ გვაბარებდა რუსულ ქვედანაყოფს ეს დეტამოთხი. ტყვედ გვაბარებდა ეს მოღალატე. და ესეთი ადამიანი ხან თურქულად ლაპარაკობდა ტელეფონზე, ხან რუსულად ლაპარაკობდა და მე არ ვიცი ვის ელაპარაკებოდა. მაგრამ ფაქტი არის ფაქტი. ესაა შემდგარი ფაქტი. ამან დაგვტოვა ჩვენ უიარაღოთ. საიდან მქონდა ჩვენ იარაღი? ნახევარმა რეზერვმა პირველი დაბომბვის დღეს ეს პირადი შეიარაღება რაც იყო ტყვიამფრქვევები, ხელის ტყვიამფრქვევები, ჩვეულებრივ პეკას ტიპის პულიმეტები, ყველაფერი გადაყარა და ორი ოფიცერი, ვისაც მე გავიხსენებ, ეს იყო პოლკოვნიკი, ვიცე-პოლკოვნიკი გაიოზ მოსეშვილი და ეს იყო გოჩა ლეკვეიშვილი, ვინც აი ეს იარაღი მე მათთან ერთად ავხიკე, უпростоად გოჩა ლეკვეიშვილთან ერთად და პიკაპის ტიპის სამხედრო მანქანებზე ვაყრევიებდი მას იმას, რომ ვიღაცას ეს ყველაფერი არ გაეზიზდა და არ წაიღო ეს მილიონების კონება. მე ნამდვილად არა მაქვს იმის ამბიცია, რომ ეს იარაღი მე გადაარჩინა ამ ორმა ადამიანმა. და არა მარტო ესენი გადაარჩინა, არამედ მანქანები, მსუბუქი შეიარაღება იმ ნაწილზე, საავიაციო ნაწილებზე, რიცხული საიდუმლო ქონება, კომპიუტერების ჩიპებში მოთავსებული მასალა პირადი შემადგენლობის დემოგრაფიული მონაცემების შესახებ, ასე სამხედრო მონაცემების შესახებ, ყველაფერი ეს მასალა ამ ხალხმა გაიტანა მასიდან რა. რაღაც მომენტში მეც ამათ დავეხმარე რა. მე კიდე რაღაცა დეტალები შემიძლია გავიხსენო სნაიპერთა ჯგუფი, ვინც ჩასაფრებული იყო, ვინ მოხსნა, როგორ მოხსნა, რანაირად მოხსნა, როგორ გაიყვანა ბაზიდან, როცა რუსები შემოვიდნენ იქ ტერიტორიაზე, ენით აღუწერელი ქონება დახვდათ. ერთი არანაირი რეზისტენცია მათ არ ქონიათ.
როგორ იქნებოდა რეზისტენცია მეთაურმა ერთადერთი მაკარო მორიგე ვიყავი მაშინ იყო რა თქმა უნდა მორიგე საათი არაღი ეს იყო გადათვალეთ 25 ნაბიჯი 25 ნაბიჯის იგეთ კაც ვერ მოგეშელება ფაქტიურად იმას მომაკვდინებელი ძალა მე უკვე 25 ნაბიჯი რა წინააღმდეგობა გინდა გაუწიო მოწინააღმდეგის BTR-ს ესა ჯავშან ტრანსპორტიონი რომელსაც უზარმაზარი გეშეკადებს თავზე ტყვიამფრქვევი და რომელსაც შეუძლია საავიაციო მიზნებს გაუხსნას ცეცხლი ყველაზე მცირე ამას ვქვა ამაზე ახლა საუბარი რა არის ცით გულის ამრევია ჩვენ იქ ვიბომბებოდით ჩვენ გვიწევდა საბრძოლო ამოცანის შესრულება ჯერერთი როგორია რა დაბომბილია მთელი ბაზა ომი მიმდინარეობს ცხინვალის მიმართულებით იბომბება კოპიტნარზე კიდე გადავალ ცალკე იქ რა ღალატი გააკეთეს და პლუს ამას ხდება ესეთი მომენტები შენელებული მოქმედების ბომბები აქვს რომელიც ეტაპობრივად სკდება 72 საათამდე მას დროა რა დროს გასკდება ვისაც დააზიანებს არავინ არ იცის რა და აი ეს რაკეტები ჰაერსაწინააღმდეგო მანქანის რაკეტები რომელიც 685 კილოს იწონის და 75 კილო ტროტილია შიგნით გამოგონდა ნამცეძალი და სპეცმანქანებზე იდება ის კი არა ჩააგდო და წაიღო რა და ისე ვცდილობდით მიგვეწოდებია ფრონტისთვის ეს ყველაფერი სადაც მიდიოდა ეს საბრძოლო მოქმედებები და ეს მანქანები ჩასული იქ ჯერ სამხედრო პოლიციას კორდონირება რომ უნდა გაიკეთებია ამ მანქანებისთვის სამხედრო პოლიცია ისე დაშინებული იყო ახლოს არ ეკერებოდა მანქანებს მე რო დამარტყავს ჩემი ბუნტყა არ იქნებაო აქ ნუ რაზეა ეხლა ლაპარაკი ტოტალური ღალატი იყო გაკეთებული არანაირი მომარაგება არანაირი ომის ლოჯისტიკა არ იყო უკან დახევის გეგმა არ იყო საბრძოლო მოქმედებების დაწყების იქ შესვლის უზრუნველყოფის ფრონტის არანაირი პლანირებული სქემა არ არსებობდა ეს იყო როგორ იცი ვიღაცაც მოუნდა ომი და იქ შევიდა და დაიწყო ამის არ თქმა ამის არ გაანალიზება ამ 16 წელი გავიდა დაახლოებით ხო ეს არის უზარმაზარი ღალატი ჩემო ჩვენ აი თქვენ თუ გონიათ დღეს უკეთეს მდგომარეობაში ვართ რამე შეიცვალა არა დღესაც რო დაჭირდეს საქართველოს შეერაღებული ძალებს საბრძოლო მოქმედებებში ჩაბმა დღესაც ის მოღალატეები არ იქნებიან ამ შეფასებას კიდე მე მოგვიანებით გავაკეთებ რა მოხდა კოპიტნარში მაგრამ კოპიტნარამდე რა მოხდა სენაკის მთაზე სადაც იყო განთავსებული რადიოლოკაციური სადგური ეს არის სადაზვერვო სადგური კიდე ერთ მოსახლეობამ ეს არის ის მაგრამ შევეცდები რომ მივაწოდო ესა $36 მილიონ ღირებული 36D6-ის ტიპის რადიოლოკაციური სადაზვერვო სისტემა ეს არ არის რაღაცა შემთხვევითი რაღაცა რა ანუ ზუსტად რო აგიხსნათ მისი ამოცანა არის საჰაერო მიზნების მონიტორინგი საჰაერო მიზნების დაზვერვა მიწოდება საკუთარ ქვედანაყოფებზე თუ მტრის ავიაცია რა წერტილში იმყოფება და იმ შემთხვევაში თუ მისი განადგურება უნდა სინქრონში მუშაობა სარაკეტო ძალებთან რომ მოახდინოს ამ მიზნების გაუნებელყოფა გესმით ხო და როდესაც ამ და ვინ მეთაურობდა ამ ყველაფერს ვიღაცა ცაბაძე ნაბიჭვარი გიორგი ცაბაძე პოლიტხელი მე მაგას მეთაურს არ დავარქმევ და რა გააკეთა მანქანამ ევაკუაცია რატო ვერ შეძლო იცი იმიტომ ვერ შეძლო ვიღაცა შენგელიას სახლში ამ გამწევი ძალა ამ უზარმაზარი სადგურის გაგზავნილი იყო ტყეში ხის მოსაჭრელად აი ომი დადგა რუსებმა დაიწყეს ამ წერტილისკენ მისვლა რუსებმა იდეალურად იცოდნენ სად რომელი ტექნიკა რანაირად იყო და როგორ იყო და რანაირად იყო ეს არ არის კიდე ერთხელ ვიმეორებ ისეთი სადგური რომელსაც კი არსებობს რადიოელექტრონული იმპულსი როდესაც მოძრაობს მოწინააღმდეგის თვითმფრინავი იმას შეუძლია აღმოაჩინოს გარკვეულ სიმაღლეებზე გამსხივებელი ობიექტი და აღმოაჩინოს და იქ ხდება რაკეტა PRR-ის გაშვება აი იმ სხივზე ძალიან მარტივად რო აგიხსნათ რაკეტის მიმართულებას აძლევს და მიყვება სხივს და ეხუტება რადარს და აფეთქებს მაგრამ ამ საბრძოლო სადგურს იმდენად გონებრივად ძლიერი სადგურია და ტექნიკური მონაცემებით ძლიერი სადგურია თუ დაინახა თვითმფრინავის რაკეტა გამოშვებული იმ რადიუსში თიშავს რადიოლოკაციას ეგრეთ წოდებული რაკეტის თაურა ვერ გრძნობს საიდან ხდება გასხივება შტერდება და ვარდება ძირს აი ესეთი სადგურის განადგურება და მოწინააღმდეგისთვის გადაცემა ეს იყო სამშობლოს ღალატი ჯერ როგორ ბიჭო გამწევი ძალა რომელიც სულ უნდა იყოს ერთი შემადგენელია ამ ბატარეის სად შეიძლება ყოფილიყო ომის დროს წასული ვიღაცას ჰქონდა მისი უფლება გაეცალკავებია არათუ რაღაცა ტყის საჭრელა
ამ ყველაფერზე მე ჩვენებები მაქვს. რაკნეს რუსებმა 10 კაცის შემადგენლობით, 10 კაცის შემადგენლობით. პირადი შემადგენლობა ავიდა იმ თავზე, გააღეს ეგრეთ წოდებული ცისტერნა მანქანის, გადმოასხეს ბენზინი, დაასხეს ამ სადგურს და დაწვეს და ეს ნაბიჯვარი, ეს გიორგი ცაბაძე ჩასაფრებული ბუჩქებში, ზურგში, ამ 10 კაცის ზურგში მოქცეული, ეს დედა მოთხრული იმალებოდა და ტყვის სროლაც ვერ გაბედა ზურგიდან ტყვის სროლაც ვერ გაბედა იმ მოწინააღმდეგეზე, რომელიც ესეთ ომის დროს ესეთ მნიშვნელოვან გონებას ანადგურებდა სამხედრო შეიარაღებას ქართულ შეიარაღებას ანადგურებდა. უფროსი ლეიტენანტი იყო მაშინ და მერე ომის მერე გახდა ვიცე-პოლკოვნიკი, პირდაპირ როგორ განიცადა ეგეთი კარიერული სვლა არ ვიცი. ომის მერე იზორიამ ეს რა თქმა უნდა, სანამ იზორია მოვიდოდა, მანამდე ფაქტებით დავდები, ყველაფერი ახდენა პოლიტიკურ შეუწყობებს ჯარისკაცებს, წემდა ჯარისკაცებს, აფურთხებდა ჯარისკაცებს და მათ შორის, სხვათა შორის, რა ქართული ოცნება რო იწყებდა მოძრაობას, ქართული ოცნების წარმომადგენელ ჟურნალისტებსაც კი ხელით ურტყავდა. ეს ფაქტები მე წარვადგინე. მაგრამ ქართულმა ოცნებამ და იზორიამ ამ ყველაფერს დააფარა ხელი, დაჭირდათ ეს კაცი და მიიყვანეს იქ და დანიშნეს. ძმა მამისი დეზერტირი ოფიციალურად სისხლის სამართლის დამნაშავე, საიდან ინახებიან ესეთი ადამიანები. როგორ მოდიან? სულ 3 დღით შევძელი ამ ნაწილის გადახენება თანამდებობიდან. ნუ ჩემი სამოქალაქო აქტივობის შემდეგ მეტი ვერ შევძელი, იმიტომ რომ მე კიდე უფრო მაღალი და მაღალი თანამდებობის პირი გახადეს და ეხლა ვერაფერს ვერ გეტყვით რა, ეს არის ქართული ოცნების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ამბავი. ეს არ არის ის თემა, რომ აი ჩვენ არაფერი არ ვიცით. ამაზე მე მინდა რომ ბოლოში ვისაუბრო ამ ბლოგის, მაგრამ მანამდე მე მინდა გადავინაცვლო იმ ღალატზე, რაც კოპიტნარში მოხდა. ახლა კოპიტნარში რა მოხდა? ანალოგიური დაზვერვის სადგური იდგა, ვიძახეთ, რომ ციდან მქონდა შეტევაცი და კი, ერთ დღეში მარტო 1500 დარღვევა იყო საჰაერო სივრცის და მეორე დღეს 2000 და 3000 და ასე იზრდებოდა ჩვენი საჰაერო სივრცის კონსორტ საერთოდ დაღურეს რუსებმა ჩვენიცა. ჩვენ საერთოდ არ გქონდა იმის საშუალება ჩვენცაში რაიმე რეაგირება გაგვეკეთებია. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენმა ავიაციამ ეს იყო შოუმფრენები თუ ეს იყო Su-25-ების ესკადრილია, მან თავისი მისია შეასრულა იქ, რაც შეეძლო მისი ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ახლა რა მინდა გულახდილად რო გითხრათ, იცი, აი რაზე მერევა გული ყველაფერზე ერთად რა. კოპიტნარში, რაც იდგა ეს აღნიშნული სადგური საჰაერო თავდაცვის ხო, მიმართულებით მე სპეციალურად ლაპარაკობ, იმიტომ მე მინდა ხმად ჩაგახებოთ ამ ყველაფერში. ეს იყო PS-80 ესეთი სადგური უკრაინიდან ნაკეთი სადგური, შუათაშორის ახალი სადგური, მანდ საბრძოლო სადგური არა, მორიგი სადგურია, მაგრამ ის ამოცანას თავს არ თმევდა რა. და როდესაც ომი იწყება, არის ასეთი ვალდებულება მეთაურმა უნდა მიიღოს, რომ ეს გამორთოს ჩვეულებრივი დენი და არ მოხდეს დივერსიფიკაცია, რომ ვინმე დენი არ გაუთიშოს. დაიწყოს ამ ტექნიკის სადგურის მუშაობა დიზელზე და აუცილებლად უნდა მოხდეს გატანა ამ სადგურის ეგრეთ წოდებული არის ვიკოვინასნოი პუნქტია გასატანი პუნქტი, რომ პროვინცობა იქ როგორც გითხარით რაკეტა PRR, რომელიც ეხუტება რადარს და მიყვება რადიოლოკაციურ გამოსხივებაზე, არ მოხდეს იმ რაკეტით პირადი შემადგენლობის განადგურება და თუ განადგურდება სადგური გადარჩებიან ადამიანები. ის დამაგრძელებელი ეგრეთ წოდებული კაბელი, რომელიცაც უნდა მომხდარიყო უსაფრთხოების ნორმის დარწვა, მეთაურს ჰქონდა სპილენჩი გადნობილი და გადაღებული. და რა თქმა უნდა, დიზელზე ეს ყველაფერი არ ჩართო, იმიტომ დიზელი იყო მოპარული მის მიერ. საათ მაჩიტიძე იყო ამ სადგურის უფროსი. შენგელიას თუ შენგელია იყო მისი ოჯახის მეჯვარე თუ ნათლია თუ ხუიუმამოსნაით რა იყო ეს მოღალატე და ნუ ახლა ეს კოდლა ეგრეთ წოდებული ახალაიების იქ ჯიქია მეთაური, იქ შენგელია მეთაური, იქ ურიდია მეთაური, ეს ეგრეთ წოდებული სეპარატისტული მეგრული კლანი, ვითომ მეგრული კლანი თუ ამის მეგრელებთან რა საქმეა. კიდე ერთხელ ვიტყვი, ეს არის ის ეკო, რომელიც აი ეს სეპარატისტულად დღეს სამეგრელოს თავისუფლებას ითხოვს და სახელმწიფოებრიობის აღდგენას ითხოვს. ეს ის ჯგუფია, ის დაჯგუფება არის და ეს ის დაჯგუფება იყო, რომელმაც მერე სააკაშვილის ბუდეში შუა ახალაია, მეგის კარდავა, ეს წამებლების მთელი გუნდი, ახლა ზოგი იქედა თამაშებდა ტრაქს, ზოგი აქედა თამაშებდა ტრაქს და რა ვიცი რა. სხვათა შორის გარყვნილები, მეტრაგეები, ეს ეგრეთ წოდებული ეს ჯიქია იყო ოფიციალური მამათმავალი და ეს მთელმა პირადმა შემადგენლობამ იწოდა და ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო მორალურად, საბრძოლო სულის მიხედვით, საბრძოლო მდგომარეობის მიხედვით, ჯარისკაცებზე ტყვიების ჩადება, გაუბედურება
შეიძლება ამათ შესმოსული თემა იყო რა. თავი ბოლო იყვნენ ძალიან მოწყვლადი დაჯგუფება რუსული სამხედრო დაზვერვისთვის და რუსულმა სამხედრო დაზვერვამ ძალიან კარგად გამოიყენა აი ეს ადამიანები და კარგად შეძლო მისი ამოცანების შესრულება. აი ამას ვერ უარყოფს ვერავინ. ეხლა თავარი რა მინდა რომ თქვა რა, როდესაც საქართველოსა დაიხურა ჩვენ და იქ ბიჭი დაიღუპა სხვათა შორის კოპიტნარში, იმიტომ რომ მოხდა ენით გაუგონარი ფაქტი, როდესაც საბრძოლო მუშაობა მიმდინარეობდა, რუსებმა დაინახეს ეს სადგური, მისი დანახვა არა, იმიტომ ძალიან ძლიერ გამოსხივებას იძლევა აერში და 50 კილომეტრიდან წამოვიდა რუსების ბომბდამშენი და კიდე გაუმართლა პირად შემადგენლობას, რომ ბომბდამშენი იყო და არ იყო თქვა ისტრიბიტელ გზაგადამჭრელი როგორც ასეთი, რომელსაც შეეძლო რაკეტა გაიშვა ამ სადგურის მიმართულებით. არსებობს საჰაერო თავდაცვის ომში ბრძოლა გრძელდება სულ 19 წამი. 19 წლის მანძილზე ან შენ მას ანადგურებ, ან შენ ის განადგურებს, ან მიმდინარეობს მიზნების განცალკევება. სხვანაირ შემთხვევაში ეს თემა არ გრძელდება დიდი ხანი. ეს არის სიცოცხლის თამაში. 19 წამია დათვალეთ, არაფერი არ არსებობს რა. ალბათ შეიძლება თანამედროვეობაში კიდე ეს დრო უფრო შემცირებულია რა. აი დაინახე გაანადგურე, ესეთი ომი მიდის, მეტი არაფერი. მოწინააღმდეგეს ვერც უყურებ, პულტზე მიდის ეს ომი, მეტი კი არაფერი. მთელი უბედურება რა არის, 50 კილომეტრში რო დაინახა იმან თვითონმა ეს სადგური, იმან დაიწყო ამ მიმართულებით წამოსვლა, მაგრამ ავიაციის ტაქტიკის მიხედვით, რომ ამ სადგურს არ აღმოეჩინა შემდეგი მისი გადაადგილება საჰაერო სივრცეში, იმ რადიოლოკაციურ კვალს უძახიან, რომ მოახდინა სიმაღლის დაკარგვა და წამოვიდა რელიეფის გასწვრივ. მას აქვს ესეთი ტექნიკური მონაცემები და უკვე რომ მოუახლოვდა კოპიტნარის ბაზას დაახლოებით ეს 15 კილომეტრში მან დაიწყო სიმაღლის აღება, აი ეს ზევით სიმაღლის აღება და როდესაც მიაღწია სათანადო სიმაღლეს, მან უკვე იცოდა სად მდებარეობდა სადგური და გააკეთა პიკირება. ეს არის პიკირებაზე უკვე იწყებს საბრძოლო მუშაობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქონდა ბომბები და არ ქონდა რაკეტა, რომელიც არის მიზანზე გამომშვები რაკეტა, რომელიც პირდაპირ გაანადგურებდა უპრობლემოდ. იმან შეეძლო რაკეტა ეჭვლა და თვითონ სხვა ტრაექტორიაზე წასულიყო. დაბომბა აღნიშნული სადგური, დაბომბა მე არ ვიცი ესეთი დაბომბა ტყვი არ უესროლო მიზანში, შეიძლება 25 მეტრში ისე ვერ გაარტყა, აი ესეთი ტონიანი ბომბები როგორ დააყარეს ამ პატარა სადგურს თავზე და ესე ზუსტად როგორ დააყარეს, ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით დაიბომბა. ერთი ბომბაც რო აფეთქე. ბომბას ვამბობ თუ არა, ბომბა 5 კილოიანი ბომბები კი არ იყო, 500 კილოიანი ბომბა, ტონიანი ბომბები, ნაკლები არ ყოფილა რა. 7-8 ბომბა დააყარეს აღნიშნულ სადგურს. საზიზღრობა იყო. პრობლემა და ბედისური ირონია რაში მდგომარეობდა რა. როდესაც ბიჭებმა შეხედეს რა, პირადმა შემადგენლობამ, რომ აი ესე უკვე ბომბავდა სადგურს, იცვლებული გახდნენ, რომ დაეტოვებიათ სადგური და უმისამართოდ გაქცეულიყვნენ და ბადრი ბასილაძე ჯარისკაცი რა, მძღოლი ამ მანქანების მძღოლი მექანიკოსი ჩაწვა იმ სადგურში, მის ირგვლივ ეს ბიჭები დაწვნენ სადგურში ტრაქტორის მიერ გათხრილში და ბომბა 500 კილოიანი ბომბა დაეცა წელში დაეცა 500 კილოიანი ბომბა ამბის და ბომბა არ აფეთქდა გასხრესად და ბომბა რო აფეთქებულიყო თელ პირად შემადგენლობას მოკლავდა ბატონი. ხოლო რა თქმა უნდა ზედატანი ნახეს ამ ბიჭის, მეტი ვერაფერი ვერ ნახეს და ტელეფონი ნახეს მისი და ეგ იყო რა, სამწუხაროდ დარჩა მეუღლე, შვილი არ ყოლია და ეს წოდები ყველაფერი მისი მეთაურის კისერზე და ამ ყველაფერს მე დეტალურად არ წავყვები, ის გვერდზე ვინც იყო, იმისაც ძვალი შეესო ლოყაში, მისცეს медали საბრძოლო დამსახურებისთვის, ის გვარიც ვიცი ყველაფერი ვიცი, მაგრამ ახლა ლაპარაკო აქედან არ არის. სისხლის სამართლის საქმე იყო აღსაძრავი და ისაც მიიღო ჩვეულებრივად მეთაურობა ამ ყველაფერზე სამართალში, მაგრამ არ არსებობს ქვეყანაში სამხედრო პროკურატურა, არ არსებობს არაფერი და ხოცები ახლა ყვერიან დღეს რომ თურმე ნაცმოძრაობა უნდა გაასამართლონ კი არა, ომის მერე წაგებულ ომში გმირის წოდებები დაარიგეს აკეთა, რა სიმაღლეები გააკეთეს, იმას თუ არ შეერცხვა ჯერ რა, რომ ის გააკეთა, რომ მეგობრის ძვალი ლოყაში შერჩობილის გულისთვის медали აიღო საბრძოლო იარა. მე მაგალითად ესეთი რაღაცა შემცველობდა. ადამიანებს ახლა ეს ყველაფერი ხო კიდე შეეკითხეს რა გინდა რა ბინა მინდაო და ბინას ვერ მოგცემთო და მოკლედ ეს медали გქონდეს საბრძოლო იარა და მისცეს საბრძოლო იარა მეგობრის ძვალი
თვალილო შეესო ლოყაში ამის გულისთვის. მიჭირს სხვა თემაზე ლაპარაკი, პრობლემა არის ის, რომ საერთოდ სინქრონში, როდესაც ესეთი ბომბირება ხდება ისე აეროპორტის, ხო? იქ იყო გვერდზე ეს ეგრეთ წოდებული სადგური ბუკემერც უძახიან მაგას და მაგას უნდა მოეხდინა მიზანზე გასროლა, მაგრამ სამწუხაროდ შეეშინდათ, ჩაიჯვეს სული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გამორთეს ეს სადგური, არ მოახდინეს მასზე რაკეტის გასროლა, ის რაკეტა რო გასროლილი იყო, შანსი არ იყო რა, ეს ბიჭები მაინც გადარჩებოდნენ იქ და შეგვაშინდაო რა, როგორც მე გავიგე, ეგაზე ითქვა, რომ აკნაო ჩვენ რო გვესროლაო, ჩვენ უნდა მიგვეზიდაო ეს თვითმფრინავები აღარ ამშროლობა იქეთ მოხდებოდა, კაცთო აქეთ მოხდებოდა. ეს არის სილაჯრე, რომელსაც არანაირი გამოძიება რეალობაში არ მოხდია და წერტილი. ესა ხალათ მერე ომის მერე გავიდნენ იმის მაგივრად რომ რამე გაკეთებული იყო ადგნენ და სალიარკა ჩამოასხეს მანქანებიდან და იქურდეს და მერე მთელი ისე რა ქვია 14 თვე იმას წერდნენ ომის მერე აი ამდენი იმუშავა სადგურმა ამდენი იმუშავა და ჩამოყარეს სოჩიკი შევარდნაძის მეთოდით აი ეს მოხდა სააკაშვილის დროს აი ესეთ ხალათს ჰქონდა ადგილი ახლა რაც შეეხება უშუალოდ ავიაციას რა უნდა გაეკეთებია ქართულ ავიაციას მე ვიღაცას მოსწონს ვიღაცები ვიღაცას არ მოსწონს მას სიმართლე უნდა ითქვას კაცო ჩემი ლექტორი იყო სამხედრო აკადემიაში მე მასწავლდა ესეთი ადამიანი დავით გუგულაშვილი ძალიან გამოცდილი სამხედრო მფრინავი ვეტერანი ამ ესკადრელი მეთაური პირადად მოახდინა გაფრენა როგორია რა როგორ უნდა რა გულით უნდა ჩაჯდე სულ 25-ში რაც არ უნდა მოდერნიზირებული უნდა იყოს რომელიც მაქსიმუმ 850 კმ/სთ გაანვითაროს რა ეს მაქსიმალურ იმაში პირობებში როცა ყველანაირი სახის სარაკეტო თავდაცვის სისტემა იქეთ არსებობს და ელემენტარული შენი ბაზიდან რო აფრინდე იმასაც კი უყურებენ რუსები მაგრამ მოახდინეს ამათმა თავისი საბრძოლო ამოცანის შესრულება წავიდნენ დაარტყეს იქ მოწინააღმდეგის ძალებს დაარტყეს მოწინააღმდეგის კოლონას დაარტყეს მოწინააღმდეგის ქვეითებს მაგრამ აქაც საბოტაჟი მე არ ვიცი ესეთი ამბავი როგორ მოხდა რანაირად მოხდა მაგრამ ფაქტია რომ როდესაც დააჭირა ერთ-ერთმა მფრინავმა ტაბატაძე იყო მისი გვარი ბატონებო ბუდიშვილი როდესაც მიზანზე უნდა და ბომბების დაყრა ეგრეთ წოდებულმა შალგებმა არ გაიშალა და შალგები არის რასაც ბომბები უკავია ქვევით და იძულებული გახდა ეს მფრინავი ამ საბრძოლო ტვირთით დაბრუნებულიყო კოპინდარის სამხედრო ბაზაზე და დაბრუნდა ძალიან დიდი რისკის ქვეშ იმიტომ რომ შენ რომ მიცემული გაქვს კომანდა იმისთვის რომ ბომბები დაყაროს და ეს ბომბები არ დაიყარა ნებისმიერ დროს ვიბრაციის დროს ეს შეიძლება დავარდეს დაჯდომის დროს იმაზე რა ქვია საფრენ-ზოლზე გასკდე თავის ბომბებიანად და ყველაფერად მე ვფიქრობ რომ ეს არ არის შეუულებრივი ამბავი მილიონების გონება იყო დახარჯული ფული იყო მილიონები დახარჯული რომ მომხდარიყო ესეთი ჯერ ერთი მფრინავების შენახვა არის მე მეორე სამხედრო ტექნიკის შენახვა არის სააკაშვილს რო კითხო ყველაფერი იდეალურად კეთდებოდა და ეგ ტექნიკა იყო ნაყიდი და იარაღი იყო არაფერი ნაყიდი არ იყო სააკაშვილს ხავდა თავისი მრჩეველი ამერიკელი ცაირუს ყოფილი აგენტი თუ BBR-ის ზუსტად ვერ გეტყვით ამას მაგრამ ფაქტი ის არის რომ ყიდულობდა იარაღს და შემდეგ ფოთის გავლით აგზავნიდა სირიაში და ყიდიდა აი რითი იყო დაკავებული შემდეგ ამერიკაში ის ბატონი დაიჭირეს მისცეს 50 წელი სააკაშვილის კრესტრაქში პანჭური გამოაგდეს აქეთ მითუ არის რომ ხმარა უღია ამერიკას ესიერად რაც ციხეში სააკაშვილი იმიტომ რომ სირიაში მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა ასადის რეჟიმზე ყიდდა იარაღს და საქართველოს დაადევეს იარაღზე ემბარგო მითო ვერ ყიდულობდით ჩვენ მაღალი კლასის იარაღს რატომ არ ვლაპარაკობთ ამას რისი გამოძიება უნდა გოცებს რა არ ვიცი რა გოცებმა სინამდვილეში მდგომარეობს ჩვენ გვყავდა ეგრეთ წოდებული კრაკადილები რაც შეეხება შოუმფრენებს
ამას მეთაურობდა სოსო ოსურაული ომის დროს, კაცი რომელიც მერე ავიაცია რო დაშელა ხიდაშელმა კოცების მიერ თავდაცვის მინისტრად დანიშნულმა ხიდაშელმა იძულებული გახადა ესეთი პროფესიონალი ხალხო შეიარაღებული ძალებიდან წასულიყო. შეიარაღებული ძალებიდან კაცი გააგდეს ბიჭო. შეიარაღებული ძალებიდან გააგდეს სოსო ოსურაული და წავიდა აფრიკაში კონგოში და კონგოში ზანგებმა მოკლე ტყეში ჩამოვარდნილი, იმიტომ რომ დაზიანებული იყო თვითმფრინავი, მოახდინა დაშვება ამ თვითმფრინავის და მე ევაჭრებოდნენ კოცებს გადაიხადეთ მილიონი და წაიყვანეთ თქვენი მოკალაგე და მფრინავი, კოცებმა მილიონი არ გადაიხადეს და ადგენდა სტეჭკირით გაუხრდეს თავის სოსოს და მოკლეს იქ. აი ამ სოსო ოსურაულმა ერთი ბატალიონი და რამდენი კაცია კოცებო ბატალიონში თქვენ დედამოთხულებო რა ალყიდან იხსნა 2008 წლის ომის დროს ალყიდან თქვენ ბიჭო ომის დროს ყველა ეგერი დეფიციტერხიდან და გარბოდით რომ როდის დამთავრდებოდა ომი რომ თუ დამთავრდებოდა უკან შემოდიოდით და ამან რკინის ნიანგში ჩაჯდომა მოახერხა რა იკადრა რას გაყვა როგორ გაყვა ამ რელიეფს შუა გაგანია ომში როცა ამ შოუმფრენებს ნებისმიერი რუსული გამონადგურებელი რო დაინახა რა შანსი არ ქონდა შოუმფრენს გამონადგურებლის ისტრიბიტერ გზაგადამჭრელის წინააღმდეგ ეს არის პირდაპირ ხელმოწერილი სიკვდილი ხა როგორ აგიხსნათ ვინც არის ის საავიაციო სიჩქარეები რას ნიშნავს საავიაციო ომი მე მაგას დეტალებს ვერ აუხსნი რა აი ესეთი ვაჟკაცები გვყავს ჩვენ ხალხო რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ რეალობაში მე რო ყვიროდი რომ ეს ბიჭი გადასარჩენია საშველია ასა კაციშვილი საზოგადოება განეითრალებული იყო აქედან და გამოვლიან ეხლა ის მარგველაშვილის ყრეკალაძოლი როა ვიღაცა იმას დაიწყებს და ამას დაიწყებს და იმას დაიწყებს და ვითომ მარგველაშვილმა ეს მაშინ პრეზიდენტად იყო არ იცოდა კაცი მოკალით სამი შვილის მამა არ ვიცი შეიძლება 4 შვილი ყავს 4 შვილი და იმ ბავშვებთან მაგრამ ერთადერთი იმ ვიდეოში რასაც იხვეწებოდა რაც თქვით ჩავარდნილი რო იყო რა კონგოში ჯუნგლებში აფრიკის ჯუნგლებში რომ მე ვიციო რომ ჩემ თავში 1 მილიონს არავინ არ გადაიხდისო და დედამისი ხოცებოდა რომ კარბავშებად გამიზარდეო ეს შვილები მე მაგალითად მწხვენია რომ ქართველი მაგარი მწხვენია და მე განვიცდი დანაშაულის და პასუხისმგებლობის უდიდეს გრძნობას რომ მე ვერაფერი ვერ შევძელი ადამიანმა მის გადასარჩენად როგორც ერთმა ადამიანმა და ნებისმიერ თქვენგანს უნდა აწუხებდეს ესეთი შეგრძნება ჩვენ თუ მოქალაქეები ჩვენ თუ ჩვენი სამშობლო გვინდა გვიყვარდეს ჩვენ თუ გვინდა რომ საერთოდ როგორც ერი და საზოგადოება შევიდეთ ეხლა რაც შეეხება ქვედანაყოფებში მე არაერთხელ პროფესიონალები გამოვიყვანე ვალაპარაკე ჩემ გვერდზეც დევს ეს ხალათი რაფორმებში განხორციელდა და მერე ვალაპარაკე გინდა ლევან კობაიძე გინდა უჩაგუჩია ოფიცერი გინდა ფარცვანია რამდენი ვალაპარაკე ეს ჯარისკაცები რა დონის ღალატი იქნა გაკეთებული და ომის მერე ეს ბიჭები ყველა იყვნენ ზოგი დაჭერილი ზოგი გაგდებული შეიარაღებული ძალიდან ზოგი რეპრესირებული მაგალითად პროფესიონალი სერგო თეთრაძე გაუპატიურებით მოკლეს ციხეში და ამაზე ქართულმა ოცნებამ ყველა და იშოვა ქულები იმისთვის რომ ხელისუფლებაში მოსულიყო სერგო თეთრაძის მკვლელი ზაზა გაბუნია აბოზვარი დედამოთხული კოცებმა ჩვეულებრივ ამუშავეს ის დაზვერვის უფროსად ნიშნავდნენ სამხედრო დაზვერვის უფროსად ხმარ არ ამომეფო ვიცი რა ეს ზონდერ ჯგუფები იქ როგორ მუშაობდნენ და აი არაერთხელ დაიწყეს სისხლის სამართლის გამოძიება გინდა ტექნიკის განიავების ღალატის ფორსმაჟორ ვითარებაში საბოტაჟის შექმნის ყველაფერი იციან აბსოლუტურად ყველაფერი დეტალებში იციან ფაქტი მითხარით რა არის ფაქტი ის არის რომ ყველა დონის საბოტაჟისტები და კრიმინალები არიან ქართული ოცნების წარმომადგენლები ვისი დანაშაული უნდა გამოიძიონ საერთოდ შორისო დონეზე ხო საერთოდ 2008 წლის პროცესები წავაგეთ როგორ არ წავაგეთ ბიჭო წაიკითხეთ ესე გასაგებია ოკუპაცია გასაგებია რუსული ინტერვენცია მაგრამ იქ რა წერია იმ დასკვნებში გადახედეთ და შეხედეთ რუსეთი იძულებული გახდა შემოეყვანა ადეკვატური ძალები იმისთვის რომ განხორციელებული იყო ძიმე артиლერიით დაბომბვა ესეთი რაღაცეები წერია საერთაშორისო დასკვნებში რომელსაც ევროდასკვნა ევროკომისია და ასე შემდეგ და ასე ჩვენ მოსახლეობას ერთი მხრით ვაცნობთ ამას ყველაფერს რა შენ თუ ტრაკი არ აგაგბიზია ნებისმიერ
პროვოკაციასა თანადო პასუხი გააცე, მაშინ ხელისუფლება ხელში რატომ იკავია? მაშინ შერი ერი პროვოკაციაზე რატომ იკავს? სააკაშვილის მიმართულებით ვიძახი ამას. მოხდა რომ რუსეთი ასეთია, რუსეთის გავიგეთ რომ რუსეთი ასეთია. მაგრამ შენ ხო უნდა გქონდეს მეტი სახელმწიფოებრივი შეგნება, მაგრამ ერთის არის კონსპირანტები იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მთავრობა და ეს მთავრობა ხელისუფლება სამჯერ მოიყვანა ოპოზიციაში. რომ არა ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მახინჯი პოლიტიკა იმისი რომ მე თუ არა ბაბაიამოვა, ესენი საქართველოში დღეს პოლიტიკა იქნებოდა გაცილებით ჯანსაღი, რეალისტური და სწორი შეხედულებების, იმიტომ რომ საქართველოს ყავს ის ახალგაზრდები, რომლებსაც შეეძლოთ კონკურენტუნარიანი გარემო შექმნა, ურთიერთგაგება შეეძლოთ, საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევა შეეძლო ამ ახალგაზრდობას, ზიზღი იყო ნაკლები მათში. არა, ყოველთვის ხდება რაღაცით გაღიზიანება, ამ ახალგაზრდების ცუდად გამოყენება, აი რუსული დროშა აქ ჩამოხსნათ, რუსული დროშა აქ ჩამოხსნათ, თქვენი დედა შევეცი, აგერა გაქვთ 200 მეტრში და მიდით და ჩამოხსენით ერთი იმ სამხედრო ბაზიდან, ტრაკი გაქვთ. თუ ტრაკი არა გაქვთ, ტრაკს ნუ ატამაშებთ. ეგ არის სიმართლე რა, მე არ მინახია იქ არც ერთი დღეს, არც კაცარავა იმ რუსების ფილმებში რო ხებულობდა მონაწილეობდა, გულახდილად გეუბნებით რა. მე რაც არ უნდა მქონდეს ნეგატიური პოზიცია კაცარავას მიმართ, მე 1000 წელი არ დავუჭერ მხარს იმას, რაც ეგრეთ წოდებულ აქციებზე ფიზიკური ძალადობით ამას სახელმწიფომ დამართა. ესაა დანაშაული, ეს დასაჯელია, მაგრამ მე ანალოგიურად ვიტყვი, კაცარავას ქმედება და არა მარტო კაცარავას ქმედება, კაცარავასნაირების ქმედება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ეს არის ქვეყნის პროვოკაციულ მომენტში ჩაბმა. ამასაც კი არ მიცა ქართულმა ოცნებამ სისხლის სამართლებრივის შეფასება. არა, იმიტომ რომ ამათი სპეცსამსახური მარტო ბიძინა ივანიშვილის ქონებას იცავს და სამაგეროდ რა გააკეთეს? გალახეს ძალმომრეულად. ვითომ სახელმწიფო კი არა, ატომური გაერთიანება ეკავოთ ხელში. ყველას მინდა ვთქვა რომ გააზიაროს ეს ვიდეო და ვინც უყურებს, მოიწონოს და ანახოს და მისცეს საშუალება რომ სხვასაც ანახოს, იმიტომ რომ ძალიან მაგრად მიჭირს მე ამ ყველაფრის გავრცელება და მიტანა საზოგადოებამდე ამ ინფორმაციის. ეხლა რა მინდა კიდე რომ რაზე მინდა ვილაპარაკო რა. ეს მოღალატეები ყველა წამოჭიმული თანამდებობაზე პროკურატურა კოლაბორაციაში ბიძინა ივანიშვილთან ელოდება იმის ეგრეთ წოდებულ ბრძანებას, როდის დაიწყოს ამ თემის აღროლება, გეუბნებით ხალხო, თვეობით მკითხავდა პროკურატურა და თვეობით მეუბნებოდა რა როგორ რანაირად თვეობით მიწევდა ამ ხალხისთვის. მე მარტო კი არა, უბრალოდ იმ ადამიანებს, ვინც ვიყავით მოწმეები, სად როგორ რანაირად რა დააშავა ქვეყნის წინაშე ომის დროს. გეუბნებით მე ასეთი რაღაც არ მინახია რა. ერთი ქმედება ამ შესწავლების მერე, რომ დამდგარიყო რეაგირება, რომ ამ ერთ ქმედებაზე ყოფილიყო განაჩენი თუნდაც სასამართლოში წესით დაყენებული, ესეთი შემთხვევა არ არსებობს. ომი იქნა თავიდან ბოლომდე გაправებული ნაციონალური მოძრაობისთვის. და რაცება რა გააკეთეს, იცი? აი ზიარაღი, ჩვენ რომ და ბევრს რო ეგონა რომ რუსებმა წაიღეს და ასეც რო გაწერეს, მე რომ რუსებმა წაიღეს რა, ადგნენ გამოიტანეს თვითონ ბაზიდან ამათ მოუერლოგებმა და მიწაში ჩაფლეს და დააწერეს რომ რუსებმა წაიღეს. და დღეს და ხვალ რომ დაჭირდეს ნაციონალურ მოძრაობას იარაღი, იმ იარაღს ამოიღებენ მიწიდან და იმითი დაიბრუნებენ ხელისუფლებას. აი ეს არის ის ჭეშმარიტი რეალობა, ვისაც დღეს არ უნდა ამ რეალობას ჩახედოს თვალებში. რუსები გასაგებია ვინ არიან, მაგრამ ესენი არიან რუსებზე დიდი მტრები ჩვენი საზოგადოებისთვის რა. ჩვენ სამწუხაროდ გაჯანსაღება, აზრზე მოსვლა, უკეთეს მოხდა ომი, გასაგებია მოხდა ომი, მაგრამ რაღაცა ჯგუფმა, რომელსაც სახელმწიფოს არ დაარქმევ, ხო უნდა შეძლოს ომის შემდეგ აანალიზდება ყველა პრობლემა. თუნდაც წაგების მიზეზი. სად არის? რა გააკეთა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო? ვიღაცა კაპანაძე მოათრიეს, რომელმაც მისი შვილი ანა კაპანაძე ერთადერთი რაც გააკეთა სხვათა შორის წარმატებით გაათხოვა, თავდაცვის სამინისტრო გამოიყენა მისი შვილის ქონების შექმნისთვის, გამოიყენა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სასროლეთები
მისი ცხვარსაშენისთვის და ფერმები გააკეთა იქ. და ავღანეთში ამ დაინვალიდებულ ბიჭებს გაატანა ვითომ ეგრეთ წოდებულ სმოტრს რო უკეთებენ, ხურებენ, ხო და რო დაჭირდათ ამ ბიჭებს ეკიმთან მეყვანა და უთხრეს მეყვანა ეკიმთან, რომ მე აღარ თქვენთვის ამცალია ბზია რიგანას კონცერტზე ბილეთები. და იქ მივარო. აი ეს გასცა კაპანაძის ქალიშვილმა ანა კაპანაძემ აი ინვალიდებს დაჩეხილებს და დასახიჭრებულებს პასუხი. აი ესეთი ადამიანი მოათხრიეს გალასანიას საჯდომიდან გამოღებული ნაძირალა და ამას უნდა მოეხდინა თურმე ომის პრობლემების შეფასება. რამხელა პრობლემაში ვართ, ჩემო კარგებო, ხვდებით? რამხელა უსინდისობის წინაშე გვიწევს ჩვენ ბრძოლა რიგით ადამიანებს, აი ხა გამოვლიან ისინი რა ქვია, კოცები. და მთელი ამ ხნის მერე არჩევნების დროს გაახსენდათ ის რომ ქვეყანაში ომი იყო და უნდა გაასამართლოთ თურმე ნაციონალური მოძრაობა. ეს ხო არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც შეიძლება აქამდე მიგვიღო ჩვენ ქართველებს. არის ეს ცინიზმი ჩვენი. არის ეს ჩვენი ერის და ჩვენი საზოგადოების მოტყუების და დაცინვის ფაქტია ეს ყველაფერი რა. ხო, სინკარა, აი ლევან იცევს კობაიძე 2008 წლის ომის ვეტერანი, რომელიც უდანაშაულოდ დაიჭირეს რა. დღეს ექსპერტობს რუსეთ-უკრაინის ომზე, ხო? სინკარა რატო ერქვა ახლა? რო იცოდეთ რა, ვიხავდა ჯარს მითაურ. სინკარებს ყიდი და კოდის სამხედრო ნაწილიდან. სინკარებს, სადაც ჯარისკაცების ყაზარმები იყო, სამხედრო ინფრასტრუქტურა იყო და ჯარმა შეარქვა სინკარა. აი ეს არის რეალობა. ესეთი კაცი მართავდა საქართველოს შეერაღებულ ძალებს და ექსპერტია დღეს, ეს დედა მოთხოვნიეს რა. ტინა ხიდაშენმა იმაში რო დაჭირდა, იმაში დაიბარა რა ქვია. რაღაცა პარლამენტის ტუალეტში დაიბარა და იმის კენგოლით მივიდა და იქ აუხსნა რომ შენ უნდა იყო მეთაური და მე შენი მინისტრი უნდა ვიყო და ხელზე მე მთხვეო. მინისტრი მოხსნილიც არის. წინა მინისტრი ხიდაშენმა უკვე აიძულა რა, ახალ გენშტაბის უფროს ახალ თუ გინდა გაგიგრძელო აქ თემაო რა, მოდი და აგერ მემთხვეო და აკოცნია საშოზე. აი ესეთი კაცი ყავდა ჩვენ ომის მერე გენერალური შტაბის უფროსი და დღეს არის კაცი, აგერ რა თვითონ ლევან კობაიძე დამეთანხმება ამაში. ხო, კარგის თქოს, კარგი გამგებით სჭირდებაო. დიახ, ბატონო გოჩა, აუცილებლად ჩვენ ამ თემაზე გვექნება საუბარი. გოჩა ვეტრიაკოვი საქართველოს ყოფილსაზღვაო ძალების სარდალი წერს ამ კომენტს. რა ვქნა, როგორ შეიძლება ბატონო გოჩა აი სიტყვაზე გეტყვით რა, რომ ამ ხალხის წესიერი კარგი რამე ნათქვამი ან სასარგებლო იყოს, როდესაც არც ერთი მათი საქმიანობით ეს ფაქტი არ იქნა დადასტურებული, არ იქნა რეალურად შედეგობრივად დადებული ომის მერე არაფერი არ იქნა დადებული და არაფერი არ იქნა ამ გადაწყვეტილებებზე გამოტანილი. შეერაღებული ძალები გახდა კონსპირაციული დაჯგუფება ამათი, გახდა ამათი ქონების დაგროვების ყველაზე კარგი წყარო და ძალიან დიდი თანხები იშოვეს. მაგალითად, ნაცებმა როდესაც წააგეს არჩევნები კოცებთან და ეს ცალკე განხილვის თემა, მხოლოდ მაშინ 50 მილიონი ევრო იქნა თავდაცვის სამინისტროდან გამოტანილი, დაატვირთული ალექსეევკის სამხედრო აეროპორტზე თვითმფრინავში და გადაფრენილი ევროპულ სახელმწიფოებში. ეს არის რეალობა. გამოძიება ამ ფაქტზე ჩაატარა ქართულმა ოცნებამ, იცის ამხელა თანხები სად გავიდა? იციან რა ქონება დღეს შეძენილი უძრავი ქონების სახით ნაციონალური მოძრაობის შავჯიბეებზე და პარტია რა ქონებას ფლობს გინდა რომში, იტალიის დედაქალაქში, გინდა ესპანეთში, გინდა მადრიდში. ძალიან ბევრი ჩამონათვალია სიების, სადაც ნაციონალური მოძრაობა ფლობს შავი ფულით ნაყიდ უძრავ ქონებას. რომელიც რო გაიყიდოს იმ დღესვე მილიონებს ამოიღებს უკან. შეიძლება იმ რაკურსით არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ფული დაბანდებულია. ეს ძალა არსად არ წასულა. ეს არის კრიმინალური დაჯგუფება, რომელიც მარტინ უამრავლებად გაიშლება, ხან ივანიშვილს მიცემს, ხან კიდე ვიღაცას გაუწვება ფეხში, ნახევარი ხაზარაძესთან გაწვება და ის დაჯგუფება, რომელიც აი ძალიან დასვრილია, ძალიან ჭუჭყიანია, კოლაბორაციულად იმ ტალახში ნაწოლია, ხო? ერთმანეთს თუ ვერ დააზიანებს მომავალი არჩევნების დროს, მინიმუმ იმას მაინც გააკეთებს, რომ უკეთეს ძალას არ
არ შეუშვებს, რომ საზოგადოებამ არ ნახოს განსხვავება შავსა და თეთრს შორის. ეს არის ამ ყველაფრის დღევანდელი მდგომარეობა, რომ არ დაუშვან სხვა ადამიანები, სხვა მოთამაშეები ძალაუფლებისთვის, რომ მოხდეს დიფერენციაცია. ქართველებს ფაქტურად დღეს არჩევნების უფლება არ აქვს. ეს არის ბრძოლა ცუდსა და უარეს შორის, კი არა. ეს არის ბრძოლა უარესსა და იმაზე უარეს შორის. ცუდი როგორც ასეთი მათ შორის, ცუდი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელმაც მოვიდა ჩაიბარა პოლიტიკური ხელისუფლება, ვერ გაართვა თავი პრობლემებს, დანაშაული დიდი არ გაუკეთებია, მაგრამ შეიგნო თავისი შეცოდება და მზად არის, რომ მინიმუმ წავიდეს იქიდან. არა, ესენი არიან უარესები. ამათ აქ მიზანმიმართული შეგნება საზოგადოების ძირგამომთხრელი მუშაობის. ეს არის პრობლემა. და გამოკიდებულები იქ რაღაცა რუსული კანონია, ამ რუსულმა კანონმა დაგვაკარგია ევროპა, ათასისულელეს იძახია. საერთოდ კანონი არ არსებობს ქვეყანაში. კანონი რო არსებობდეს ქვეყანაში და კანონმორჩილება იყოს და მე ახლა არ მინდა აქ იურიდიული აქტებით ყველაფერი განვმართოთ, კანონი რა არის, იუსტიცია რა არის, ეს ყველამ კარგად იცის რა არის, კანონი რა არის, იუსტიცია რა არის, ესე და ესე. რატო არ მუშაობს ეს ყველაფერი? ეს არის პრობლემა. ეს არის უბედურება. არ მუშაობს საალკო სასამართლო, არ მუშაობს სააპელაციო სასამართლო, არ მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლო. არ არის სამართალი ქვეყანაში. მოსახლეობა, მოლოდინი და განცდები რაც კონდა იმისი, რომ სამართალს ნახავდა სახელმწიფოების სახე რა არის, ხო? სახელმწიფო რაზე დგას ეკონომიკაზე, დგას სამართალზე, დგას უმაღლეს საკანონმდებლო სისტემაზე და დგას იმ ძალოვან უწყებებზე, რომელიც პასუხს აღებს ამ სახელმწიფოში მიღებული კანონების დაცვაზე, ხო? არც ერთი მიმართულება არ მუშაობს. არსებობს რაღაცა რგოლი, მე არ მივახენებ შეურაცხყოფას, არც ჩრდილო კორეას, არც ჩინეთს, არც სხვა დიქტატორულ სახელმწიფოებს რა, იმიტომ რომ იმ ქვეყანაში მინიმუმ რაღაცა მაინც იწარმოება. იმ ქვეყანაში იმ ხელისუფლებას მინიმუმ ერთი უარყოფითის გარდა შეიძლება სხვა დადებითი აქვს. საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობა გააჩნია, რომ იმ ქვეყანაში შიდა პროდუქტის თემები სხვანაირად არის დარეგულირებული. სპარსეთიდან შემოაქვს პამიდორი, კიტრი და თურქეთიდან შემოაქვს პამიდორი. როცა მინიმუმ ის კოპიტნარი, სადაც ის სამხედროებაზაა რუსების მიერ აშენებული და ის ფარცხანაყანების სოფელი ნახევარ საბჭოთა კავშირს არჩენდა თავისი შიდა პროდუქტით და გადიოდა ბალახეული სალათა და კიტრი და პამიდორი. ეს არ არის ჩვენი ბრალია, ჩვენი აბა ვისი ბრალი არის, რომ საკუთარი შიდა პროდუქტის საკმარისობაც ვერ წარმოვშვით და გავხდით ასე დამოკიდებული მეზობელ ქვეყნებზე. სხვადასხვა მტრულად განწყობილ ქვეყნებზე, რომლებსაც თავიანთი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს საქართველოში. ერთ მშვენიერ დღეს აი იქიდან შემოტანილი პროდუქტები, რო გააკეთონ ბიოდივერსიფიკაცია, უშიშროებას ვეკითხები, არ იქნება ეს ომზე უარესი 408 კაცი მოკვდაო, აგერ ამბობენ, მე უფრო მჯერა რომ მეტი იყო ეს, ამიტომ არიან ადამიანები, ვინც უზოგლოდ დაკარგულები არიან და ბევრი ეგეთი. მაგრამ ერთი დივერსიფიკაციით შეუძლია ნახევარი საქართველოს გათიშოს ნებისმიერმა მოწინააღმდეგე ქვეყანამ, საიდანაც ექსპორტს ეწევა დღეს ჩვენი ქვეყანა. პასუხისმგებლობას ვინ იღებს ამ ყველაფერზე? არავინ. იმიტომ რომ რეალობაში კი მოხდა ხელისუფლების ცვლილება როგორც ასეთი, მაგრამ აი ესეთი ფორმით, რომ მომხდარიყო ცვლილება უკეთესობისკენ წასულიყო ყველაფერი, ესეთი რაღაცა არ მოხდა. პირიქით, წამოვიდა ყველაფერი სიცუდისკენ. და დღეს ეს ცუდი ტიპები, უარესები, მაპატიეთ, ამათ მე ცუდს არ უძახ, უარესები, ვეუბნებიან, რომ უნდა მოხდეს ომის დანაშაულებზე ლაპარაკი. მოხდეს ომის დანაშაულებზე ლაპარაკი. რატო არ მოხდეს? ამდენი ხანიც უნდა მოხდარიყო, მაგრამ დანაშაულის მფარველებზე როდის უნდა მოხდეს და სისხლის სამართლის გადაწყვეტილებების მიღება. ვინ არის დღევანდელი პროკურორი? ვინ შეცვალა? შოტაძე, იმის იქეთ კბილაშვილი, იმის იქეთ კიდევ ვიღაცა რუსეთთან ჩახუტებული ტიპ რუსეთის ნომრიანი აგენტი რო დააჭინეთ. მე არ ვიცი ძმა ამ გაწარმოებებით თქვენი ისინია ესენი ყველაფერი. თქვენი ლაივეტერებიდან გვესმის და თქვენი როგორ შეიძლება ასე არენდობოდეთ თქვენს მიერ დანიშნულ პროკურორს თუ სხვა ქვეყნის კონსპირანტი არის და მოიყვანოთ და პროკურატურაში დასვათ. არ მინდა მე არავის სახელი და გვარი ვახსენო სულად, მაგრამ თუ ეს ასია, მაშინ კონტაზე ვერ ვარ ასაკეთებდა, ხო? რატო არ ხდებოდა
მაღალი თანამდებობის პირების შესწავლა, რამდენად მიზანშეწონილი იყო მათი თანამდებობებზე დანიშნა. ფარცხალაძეები და ესენი, ხო, როგორ შეიძლება ერთ წუთში იყოს კაცი საქართველოს მოქალაქე და მერე გახდეს აღმოაჩინო, რომ თურმე შენი სტრატეგიული მოწინააღმდეგის მოქალაქეც არის ამ დროს. და მოქალაქეობა გაუხმა პრეზიდენტმა. მაშინ სად იყო პრეზიდენტი, პროკურორად რო ნიშნავდა ივანიშვილი ამას, მაშინ არ იცოდა პრეზიდენტმა, მაგრამ ის უმაღლესი მთავარსარდალი ხარ, შედედა მოთხოვნა, ის თუ არის შენ ქვეყანაში უმაღლესი პოლიტიკური ფიგურები როგორი ნიშნება. აგერ რა გოჩავეტრიაკოს გაუუქმეს კოცებმა მოქალაქეობა, გაუუქმეს ყველანაირი უმოტივაციო. არ უნდათ არ მოწონდა და მიიჩნიეს, რომ ამ კაცს არ უნდა ქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. საქართველოს საზღვაო ძალების ყოფილი სარდალს რომელსაც აი ამ ხელა 8 წლის შრომა და ოფლია მისი ქვეყნის კეთილდღეობაში შექმნილი სხვადასხვა იმ საზღვაო ფლოტის, იმ საზღვაო მიმართულებების და სატრანსპორტო საშუალებების, რომელიც თქვენ გააუქმეთ, საქართველოს აქვს სხვა, მაგრამ არ აქვს საზღვაო ფლოტი. ეს არ არის კრიმინალი, აი ეს ვინ უნდა გამოიძიოს. და თქვენ თურმე გადაწყვეტეთ, რომ ამ კაცს არ უნდა ქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. ხვალზე გადაწყვეტ, რომ მე არ უნდა მქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. მასზე გადაწყვეტ, რომ 2.800.000 კაცს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე, არ უნდა მქონდეს საქართველოს მოქალაქეობა. ბიჭო, თუ მართავს ბიძინა ივანიშვილი, მაშინ პირდაპირ გეტყვით, რა ჩემყლეთ მინდა მე მაშინ კონსტიტუცია. გაიჭვეთ ტრაქში კონსტიტუცია, მაშინ და იარეთ და ბიძინას უკან დაწერილი ფარდულის კანონებით ვიცხოვროთ, ხო? შევთანხმდეთ ამაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის უმაღლესი კონსტიტუტორი. და ეს არის აბსოლუტური მონარქია, არა, კი ვიცით რომ ოლიგარქია. მაგრამ ოლიგარქია ესეც იმახინჯეებსაც კი არ ცნობს. რო გადავხედოთ ჩვენ ოლიგარქიის მმართველობას, ესეთი ფორმა მმართველობის ძველი საბერძნეთიდან მოდის. რადიკალურად განსხვავდება მისი ფილოსოფიური მცნება დღევანდელი მმართველობის ფორმისგან, რასაც ივანიშვილი აკეთებს საქართველოში. ეს არ არის ოლიგარქია, ეს არის აბსოლუტური, ტოტალური ტირანია და ავტოკრატია. დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი რა. აი ეს არის რეალობა. რამდენი ირანის მოქალაქეს ენიჭება საქართველოს მოქალაქეობა, რამდენ პაკისტანის მოქალაქეს ენიჭება საქართველოს მოქალაქეობა. ცხოვრების უფლებაზე არ ამაყ ლაბარაკი. საქართველოში ცხოვრების უფლება რო იყიდო დღეს, რო იყიდო საქართველოში ცხოვრების უფლება $10,000 ჭირდება. გადაიხდი ამ $10,000 პრობლემით უშიშროების თანამშრომელი მოგყიდი საქართველოში ცხოვრების უფლებას. და მოქალაქეობაც არ იქნება მერე პრობლემა. და წაართვეს მეტრიაკოვს აგერ საქართველოს საზღვაო ძალების სარდალს წაართვეს მოქალაქეობა და ეუბნებიან რომ აი საურა ქვია შენო ენა გონია თურმე ქართულიო ჩასაბარებელიო და მე ამ ადამიანთან ჩავწერ ხვალ შევეცდები ხვალ ჩავწერო კიდევ ერთხელ ინტერვიუ რომ დუპლექსის რეჟიმში განვიხილოთ ჩვენ ეს პროცესები ომის მოვლენები დღევანდელი ვითარება ეს არ არის ჩემი შესაძლებელი მარტო რა მე მინდა რომ საზოგადოება მოისმინოს ალტერნატიული აზრი ამ ყველაფერთან მიმართებაში. არ დღეს უბრალოდ რა არის წინ არ მქონდა დრო ამისი, მაგრამ დავჯექი და გავაკეთე ეს ყველაფერი იმიტომ რომ კობახიძეს უყურებ გამოდის და ამაზე ლაპარაკობს ეს უნდა გააკეთდეს, ის უნდა გააკეთდეს, ესენი უნდა შეფასდნენ კრიმინალებად და თქვენ რას აკეთებით? რა საქმიანობას ეწევით დაღუპულების მშობლებთან? გეკითხებით თქვენ? კაი კოცებს ვეკითხები რა. შეიძლება სხვა ეს ყველაფერი არ იცის, მაგრამ მე ხო ვიცი რა საქმიანობით ხარ თქვენ დაკავებული კოცები. თქვენ ბიჭო ხიდულობთ. თუ ვინმე დაღუპულის ოჯახის წევრი, აბა დავასაქმოთ. აბა კი, რა თქმა უნდა, რა სისულელეა. აბა ვინ უნდა დასაქმდეს ქვეყანაში და აბა ვის უნდა მიეცეს არსებობის უფლება თუ არა ქვეყნისთვის თავგანწირული ოჯახის წევრს, მაგრამ თქვენ ამას არ აკეთებთ, იმიტომ რომ მათ მიმართ თქვა ემპათია გაგაჩნიათ, ამას აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ არ გყავდეთ მაგინებლები, რომ თქვენ არ გეტყინოთ პოლიტიკურად იმ ადამიანებისგან წიხლი, რომლის ოჯახის წევრებმაც თავი გაწირეს, მაგრამ თქვენ გირჩევნიათ საერთოდ მკვდარი ჯარისკაცები, იმიტომ რომ გვამები არ ლაპარაკობენ, ვიდრე დამსახურებული ჯარისკაცები, რომლებიც ამ ცხოვრების და ამ ამაოების აუბედისობით გადავრჩით ამ ომებში. თქვენთვის ჩვენ პრობლემას წარმოვადგენთ, იმიტომ ჩვენ ლაპარაკობთ და მიცვალებულები არ ლაპარაკობენ. ეს არის რეალობა. ეს არის ის მწარე რეალობა, რომელსაც ვერავინ თქვენ ვერ იტყვით, რომ ეს ასე არ არის, იმიტომ ეს არის ღირებული რეალობა. მოდი, ადექით ერთი შეეკითხეთ იმ ბიჭებს, ვინც ნაცნობრობას უდანაშაულობთ. აგრა ლევან კობაიძე მიყურებს. მოდი შეეკითხეთ ამ კაცს. შეეკითხეთ ამ კაცს, რატო იჯდა ციხეში, რატო გაატარა მან ეს წლები ციხეში.
რისი გულისთვის გაატარა ციხეში, რასაკეთებდით ციხეში. თუ ასე ცუდი იყო ნაციონალური მოძრაობა და კი ბატონო ცუდი იყო, რატომ ეს ხალხი დღეს ისე მუშაობს ციხეში, ისე მუშაობს თავდაცვის სამინისტროში, რატომ არის მაგალითად დღეს თავდაცვის სამინისტროში გენერალური შტაბის უფროსად ისეთი კაცი, ვინც 2008 წლის დროს აგერ კობაიძის წინაშე დეზინფორმაციას ავრცელებდა რუსული ჯარების ტაქტიკური გადაადგილების შესახებ, რომ ჯარში დემორალიზაცია გაკეთებულიყო. რატო არის ის პირადი შემადგენლობა მართველი გოლის უმაღლესი სამხედრო ოფიცრების, რომლებიც პირად შემადგენლობას შლიდა და მერე, როდესაც პროცესები იცვლებოდა და ძალაუფლებას ინარჩუნებდით, საკუთარ დანაშაულს რიგით ადამიანებზე ტეხდით და ოცეულის მეთაურებს ბრიგადის დაშლას ტენიდით. თქვენ კოცებო და თქვენი სასამართლო კოცებო და ნაცების სასამართლოც ასევე საბჭოთა კავშირის სასამართლოზე უფრო მძიმე, აი ბერიას სასამართლოზე უფრო მძიმე განაჩენებს იღებდით. იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში აი რო აიღოთ ხო არსებობს მოცემულობა რა შეფარდებით თობით გამამართლებელი განაჩენები საბჭოთა კავშირის სასამართლოს უფრო მეტი კონდა მიღებული ვიდრე ნაციონალური მოძრაობის და ქართული ოცნების. ეს ის მწარე რეალობაა, რომელსაც ამდენი ემიგრანტი, ამდენი ქართველი ერი დღეს მოწყურებულია სიმართლეს. ქართულ ერს გააჩნია როგორი პრობლემა, იცი? ეგზისტენციალური პრობლემა გააჩნია და ამ ომის დღეს მართლა ევას ვიტყვი რა ქვია ბერტოლ ბრეხტის სიტყვები მახსენდება რა ომი და კავკასიური ცარცის წრიდან ომი დამთავრდაო რა ომი დამთავრდა და მშვიდობის გეშინოდეთ ხალხო. აი ესეთი მომენტი არის. ზუსტად არის ესეთი მომენტი. სხვა მომენტი ჩვენ ქართველებს არ გვიდგას. ჩვენი მტრები არიან დღეს ხელისუფლებაში. რუსებზე ბევრად უფრო მეტი დიდი მტრები არიან. ეგენი კოცები და კოლაბორაციონისტული ნაცები ხელისუფლებაში და არაერთ ბოროტებას გაგვიკეთებენ კიდე, მანამდე თუ ჩვენ არ შევძლებთ კონსოლიდაციას და მინიმუმ საზოგადოებრივ მოტივებზე, სოციალურ მოტივებზე იმის გაკეთებას, რა ქვია, კონტრრევოლუციის გაკეთებას, დედის არღნის ახევას ამგენზე რა. ბიძინა ივანიშვილის ქონება და იმ ფეოდალების ქონება, ეგენი არიან ჩვეულებრივი ფეოდალები, უნდა იქნას ჩამორთმეული, უნდა იქნას ნაციონალიზირებული და უნდა მოხდეს ქართველ ერზე გადაცემა ამ ბუნებრივი წიაღისეულის, ოქროს საბადოების, მიშიაკის საბადოების, მანგანუმის საბადოების დიდარი ქვეყანა ვართ. ჩვენ ძალიან დიდარი ქვეყანა ვართ და ვერც ერთი ოკუპანტი, ვერც ერთი ჩვენი გარემეზობელი იმხელა მტრობას, იმხელა ბოროტებას ჩვენს წინააღმდეგ ვერ გააკეთებდა, როგორც დღეს ამას აკეთებს ქართული ოცნება და როგორც ამას აკეთებდნენ ნაცები. აი ეს არის რეალობა. და მე ამ სიმართლეში ოპონენტი ძალიან იშვიათად მჯეროდეს, რომ შეიძლება ვინმე ვნახო. დიდი მადლობა თქვენ ყურადღებისთვის შემოკარგებო. მე მაინც მოვიცალე, მაინც ვისაუბრი ამ ყველაფერზე. კიდევ ერთხელ მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს. ჩემი მეგობრები ბევრი დაიღუპნენ მაგ ომში, განსაკუთრებით აღნიშნავდი თამაზ ნიკიტინს. ჩვენ და ის ადამიანები ზოგი მაგალითად ხო თავისი მოწოდებით მე არ მინდა რომ ვინმე შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ ახლაც და ბავშვები რო ვიყავით რა, მძიმე 80-იანი, 90-იანი წლების შავი ბავშვობა, ვისაც ჰქონდა გავლილი, ვისაც გვახსოვს აფხაზეთის ომი, პირველი ცხინვალის ტრაგედიები, ხო? და ვისთვისაც ნამდვილი სათამაშო იარაღები, ნამდვილი ავტომატები იყო, ხო? და ნამდვილი ხმები გვესმოდა ჩვენ, ვინც გამოვედით ამ დენტის კვალში, ხო? და ვისაც ჰქონდა ღირსება და мотивация ჩვენი ერის პატრიოტული წინსასულიყო, არ მივდიოდით არც ეკონომიურ ლიცეუმებში, არც ჰუმანიტარულ ლიცეუმებში, არა, ჩვენ მივდიოდით ყველა სამხედრო სკოლებში. სამხედრო სკოლების მერე სამხედრო აკადემიის მერე ისე ომებში ვხვდებოდით და ისე ვეტაკებოდით იმ უსამართლობას, იმიტომ რომ აღზრდილი ვიყავით სწორი სამხედრო მოღვაწეების მიერ. მერე ნუ ყველაფერი გაფუჭდა და სისტემამ ვერ წარმოშვა უკეთესობა და მივედით აკამპეზადაც მივედით. ეს არის რეალობა. ხო და ახსენდება რა, ეს ბიჭები ჩვენ ერთად დაძლილი ახალგაზრდები ვიყავით და ეს თამაზ ნიკიტინი ერთ-ერთი უსაყვარლესი კარგი ქართველი გულის კაცი და მისი ქუჩაც არის დღეს ჩვენ მშობლიურ საქართველოში და ქუთაისში. რთულია ეს ყველაფერი რო გახსენდება და იყო ადამიანი და აღარ არის ადამიანი. ის წინ დღით ვნახე და მერე დედამის ჩაუსვენეს იქ მოკლული. რას იზამთ, ვერაფერს ვერ იზამთ რა. თავარი არის ვალის მოხდა. მე არ მივიჩნია, რომ სანამ ცოცხალი